არ ნერვიულობ. ჩვენი იმედია არა. ყველაფერი კარგად და შეანელოთ ცოტა. ხოლო დრონი როცა წამოვა მე გეტყვით და მე რეგვიდა. მადლობა. ბებო რო დაკვირდით იმ მოგიტანეთ რა ქვია ყველაფერი საჭმელი და წამლები მოგიტანეთ ბებო. ხაუ სასმელი წყალი გადმოიტანე გიო მანქანიდან. აგერ არის ბებო წამლები. აუ აქ რატოა ესეთი შევიძინეთ ყველაფერი. პროდუქტები, მედიკამენტები, რაც ჩაეტია და აგერ წევი. მივდივართ დასახმარებლად, იმიტომ რომ ძალა არის ერთობას. წყალი ავატაინოთ ამ კაც პატარა ბავშვები მყავს სახშიო და რაღაც საკვებები მივაწოდოთ რა. წავედი ძმაო, რა ქვია შენ ჩემო ძმაკაცო? ენაცვალე, რა გვარი ხარ? მოწვათ. აი ძმაო, წავედი. გალბატონი, ცხოვრობს აქ მარტო. მოკლედ, სოფელში რო შემოვედი, ყველაფერთან ერთად რა. ანუ სიტუაციის ცინიზმი მინდა აგიხსნა. დაგვთო ერთი ადამიანი. არ ვიცი, ვინ იყო და დიდად არც მაინტერესებს, რომელმაც გითხრა, რომ რა გინდათ აქ ყველაფერი მოგვარებულია, ყველასთან ნამყოფიაო. სამაშველოა და ყველაფერი კარგად არისო რა. თქო, რა საჭირო ხარ თუ აქ. და აი, უბრალოდ მინდა რომ დაინახო რა, როგორ ყველაფერი მოგვარებულია რა. შვიდ დღიანი ტყვეობის შემდეგ და იზოლაციის შემდეგ ან მობძანდით მე მგონი ახლა აწი აღარ მოხდება ჩართულია გადაადგილება მიხედავ იმისა რომ ეს მაცია ასე რომ სანამ ამოხვალთ კარგად გაემზადეთ რა